ნათანაელი ეუბნება ამის მერე, საიდან მიცნობ მე? შენ საკო არ არისო, შეაფასა, საიდან მიცნობ? პირველ ფილიპეს ხმობამდე შენ და იყავრა ლეღვსა ქვეშე გიხილე შენ. აი ლეღვსა ქვეშე, ლეღვის ქვეშ იჯდა, ხო? ნუ ლეღვის ქვეშ იჯდა. გიხილე რას ნიშნავს? ანუ შენ ღმერთს ეძებდი და მე ვიცი რომ შენ ღმერთს ეძებდი. ეს ვინ იცის? შენ იცი, ღმერთმა იცის და მე საიდან ვიცი? იმიტომ რომ მე ღმერთი ვარ. აქედან გამომდინარე, იმ წამსვე ირწმუნებს ნათანაელი, რომ რაბი შენ ახარ ძე ღვთისა, შენ ახარ მეუფე ისრაელისა. ნახეთ, როგორ მოხდა ის რომ შენ ქრისტესთან დამკვიდრდე, ის რომ შენ ღმერთმა გითხრას რომ ჭეშმარიტი ისრაელი ხარ და შენში მზაკრობა ორგულება არ არის, შენ ამას წინაპირობა აქვს და ეს წინაპირობა არის შენი გულწრფელი, უანგარო, ალალი, ნამდვილი, გესმის, გაცნობიერებული ძიება სამყაროს შემოქმედისა. ღმერთის ძიება როგორც ცხოვრების აზრისისა. ადამიანი გაფხიზლად რომ არის, აზზე რო არის ამ ქვეყანაზე, რომ ვიცის რა ცხოვრება მალე წავა და გადაევლება და მოკვდება. და აცნობიერებს რომ ცხოვრების აზრისი მარადისობა შეიძლება იყოს და მარადისობა კიდე ცოცხალი ღმერთია და აი ამ ცოცხალ ღმერთს რო ეძიებს მთელი თავისი არსებით უანგაროდ. იმიტომ კი არ ეძებს რომ აქ კარგი შესაძლებლობები გაუჩნდეს ამ სოფელში, არამედ მასთან რომ უნდა ყოფნა უანგაროდ. აი ეს განწყობა რო აქ ადამიანს, ასეთი ადამიანი ხდება, ესე იგი გულწრფელი ღვთის წინაშე ჭეშმარიტი ისრაელი და ის გაიგებს ღვთის სიტყვას, შენში მზაკრობა არ არის, ამიტომ შენ ჩემი მოწაფე ხარ.